აქ არის ყველაზე ლამაზი კაბინეტი. რაც კი არსებობს კაბინეტებს შორის. სულ ლამაზი ხედები არის, სულ რომანტიკა და სულ სილამაზე არის. შესაბამისად, ტკბები ყოველ ეტაპზე ფრენის. აი აბსოლუტურად ზის აღსვლა, დასვლა, ჩასვლა, ყველაფერი. ღრუბლებში ფრენა, ძალიან ლამაზია. ჩემი სიყვარული ავიაციაში განაპირობა ამ მთლიანად ფორმამაც, ჩაცმულობაც, რაღაც თვითმფრინავმაც, ტექნიკა როგორც ასწავლი რაღაცა არის, როგორც დაფრინავს სამხელა რაღაცა აერში. ეგეთი რაღაცა სიყვარული თავიდანვე განპირობებული იყო აი ამ რაღაც მიზეზების გამო. ფრენის დროს ყველაზე დიდი ემოცია ჩემში არის აფრენა-დაფრენა, ზოგადად ფრენაც, მაგრამ ყველაზე დიდი და საინტერესო ეტაპები ჩემთვის არის აფრენა-დაფრენა. ეს მომენტი არის ემოციით სავსე. ამ დროს არის ყველაზე დიდი სიყვარული ჩემი ატმოსფეროსადმი გადმოცემული. ფრენისას ხა კაია, მაგრამ ძირითადად სტაბილურად მიდის ყველაფერი და იქ ბევრი რაღაცა მომენტები აფრენა-დაფრენაზე. გარდა ტეხის ეტაპებია აფრენა-დაფრენა ავიაციაში. პირველი ფრენა მახსოვს ჩემი პატარა თვითმფრინავზე საავიაციოში, ის პირველი ჩემი აფრენა საკუთარი იყო რაღაცა სასწაული თვითმფრინავით. ეს ემოცია რომ მოწყდა ეს თვითმფრინავი, მეთქი რაღაცა სადღაც ავარ კოსმოსში ვიყავი ჩემთვის. ძალიან ესეთი დიდი გაფრთხილი ემოციით დღე. პირველი ფრენა სასწავლებლის პატარა თვითმფრინავზე, რომელიც ამის მეოთხედი იყო, ალბათ არ მეოთხედია საერთოდ ამის ძრავის ხელა, მაგრამ ნუ მაშინ ეგრევე. ავიაცია ისეთი სფერო, რომელიც ყოველთვის მოითხოვს ყოველდღიურ სწავლებას, იმიტომ რომ არც ერთი ფრენა ერთმანეთს არ ემსგავსება და არც ერთი აფრენა-დაფრენა ერთნაირი არ არის. და არც ამინდი არ არის ყოველთვის ერთნაირი. შესაბამისად, ყოველთვის არის სწავლება ყველა ეტაპზე. პლუს ახალი ტექნიკა, ახალი რეგულაციები, მე საკუთარ თავზე მუშაობა, ამ ყველაფერზე ადამიანი მუშაობს. და ავიაცია არის ის ერთ-ერთი სფერო, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ, ყოველ ეტაპზე სწავლას და განვითარებას, პროფესიულს და პირადულს. საკმაოდ რთული პროფესიაა. ესეთი ლამაზია, მაგრამ თავის პასუხისმგებლობას მოითხოვს როგორც პირადად, ასევე თავისუფლად. ბევრი მქონია, რა თქმა უნდა, რთული პირობებში, უამინდობაში დაждდომა, მხედველობა რო არ იყო, მიყოლია ხშირად ძრავებში ჩიტების შევარნა მქონია, რამოდენიმეჯერ ესეც საკმაოდ საფრთხო მომენტია. რა თქმა უნდა, არის ეგეთი რაღაცა, მაგრამ ღვთისწყალობით დანარჩენი ესეთი არაფერი ძალიან საშიში არ მომხდარა. ტრეინინგები გამუდმებით ხდება, არ შეუზღუდავთ ასაკს არ აქვს მშობა აქ მუშაობს. არის ასაკ პენსიამდე სანამ ადამიანი გადის, ის მრჩევლები 4 წელს იმის ჩაბარება და გავლა, რადგან მე გავიდი მაგალითად და ჩემზე ახალგაზრდები გაივიდნენ. პლუს მაგას ფრინავები ყოველ 6 თვეში ერთხელ გადიან ტრეინინგს, სპეციალურ ტრეინინგს საწაფზე, რომელიც მოიცავს კაბინას, ერთ-ერთი სიმულაცია ხდება ნორმალური პირობების, ავარიული სიტუაციების, რომ ადამიანი ფსიქოლოგიური მომენტები მზად იყოს ყოველთვის. და ისეთი საქმეა რომ ფრინავმა არ უნდა დაიწყოს ფიქრი, დიდი ხანი არ უნდა იფიქროს იმაზე, რა გავაკეთო, ფრინავმა მზად უნდა იყოს ყველა მომენტში, ყველა ეტაპზე გაუმკლავდეს კონკრეტულ სირთულეს. ფრინავის მომზადება იწყება სახლიდანვე. ფორმით, მორალურად და ფსიქოლოგიურად ემზადები. შესაბამისად მე ხდება ფრინავის მომზადება უკვე სპეციალურ ოთახში, ბრიფინგის ოთახი ქვია, სადაც ხდება ფრინავების ერთმანეთთან ტრასის მარშრუტის თვითმფრინავის გაცნობა იმ მომენტში, რითი მივფრინავთ, როგორი ტრასა რა ველოდება, რას უნდა ველოდოთ, როგორი ამინდი იქნება, შემდეგ გავდივართ ბორტგამცილებლებთან, მე რაღაც დეტალები აკირი 1000, რასაც ფრინავი წინასწარ აგვარებს ამ ყველაფერს და ეცნობა. ავიაკომპანია აკონტროლებს და იცავს ამ რეგულაციებს, ბუნებრივია, რომ ფრინავი არ იყოს გადაღლილი, დასვენების ნორმებიც ჰქონდეს, პლუს მაგას ზომაში იყოს ეს შესაბამისად, ანუ არ შეიძლება რომ ადამიანმა თვეში 80 საათს კომპანია მაქსიმუმს აძლევს, ეს ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ ეს 60-65 საათი თვეში. ეს ნორმაა, 100 საათია რეგულაციის მიხედვით, შეზღუდულია და არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ეგრე გამოდის. დამოკიდებულია სიხშირეები, რამდენი აქვს კომპანიას დამატებული, ზამთარში ცოტა ნაკლებია უფრო ფრენის ფრენა. ზაფხულში უფრო მეც დაფრენავს ეს. შემოწმებაში შედის თვითმფრინავის დათვალიერება, რომელიც მოწმდება ყოველთვის ჯერ ტექნიკოსი ამოწმებს, სანამ ჩვენ ეკიპაჟი მოვალთ. შემდეგ იბარებს ამას უკვე ეკიპაჟი, ხომალდმეტაური იბარებს, ამოწმებს თვითმფრინავს გარედან ვიზუალური დათვალიერება ხდება, პრეფლაიტი არის პოსტფლაიტი კიდე. ჩამოფრენის შემდეგაც ამოწმებს ხომალდმეტაური და გაფრენისინაც აუცილებლად მოწმდება. შემდეგ მოწმდება თვითმფრინავში ყველა აღჭურვილობა, რაც არის, მზადდება თვითმფრინავი გასაფრენად და ეს არის ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი, ეს ყველა უნდა იცოდეს. გამუდმებით მიდის შემოწმება და კონტროლი და კომპანია ჩვენ ყველა ზოგადად ცდილობს კომპანია შეინარჩუნოს თვითმფრინავების საღობა, ესე ვთქვათ. და არაფერი რამე დაზიანება
უარი ეგრევე უნდა აღმოიფრას და ავიაციაში არ ხდება ესე რომ რაღაცა გაფუჭებული იყოს. საფრენად მე ძალიან მომწონს ავსტრია, მომწონს ისრაელი საფრენად, მომწონს ასევე აი კვიპროსზე დავფრინავთ. ზოგადად ფრენის რეგიონი ყველა ძალიან საინტერესოა, მაგრამ უფრო მეტად ალბათ ეს ევროპის მახლობლები ძალიან საინტერესოა. იქ უფრო მეტად დინამიურია, რაღაცას ხდები უფრო ახალს და ძალიან საინტერესოა ნამდვილად. ლაპლანდიაში ძალიან მაგარი ვიზიტი მქონდა, ადრე ვიყავი ლაპლანდიაში, ძალიან მომეწონა. სულ 3 საათი იყო იქ დღე, მართალია, მაგრამ იმდენად საინტერესო იყო, რომ ავტომატებულები ვიყავით და მოვხვდით სანტა-კლაუსის ნამდვილ შთამომავალთან, დიდი სანტასი. იქ ყველა ბავშვები გავხდით. ამის 50 წლის კაცი მუხლებში ჩაუჯდა სანტა-კლაუსს და საჩუქარი მინდაო რაღაც. ანუ ეგეთი გარემო იყო, რაღაც სასწაული და ისეთი ლამაზია, რომ რა ვიცი, ძალიან მომეწონა იქაურობა. ეგეთი ემოცია მაქონია სათავეში. ნიშნულოვანი რჩევები რა თქმა უნდა მქონია ძალიან ბევრი და ჩემმა ინსტრუქტორებმაც ძალიან ბევრმა მომწეს ეს რჩევები, ძველმა მფრინავებმა მომწეს რჩევები და შესაბამისად მათგან ეს მათი სკოლა გავლილი რაც იყო ეს ყველაფერი ერთად უნდა დააგროვო და შენთვის უნდა იცოდი, იმიტომ რომ გამოცდილება არის ავიაცია, ყველა ეტაპი აქ გავლილი აქვს წინა თაობის მფრინავებს და შენ უკვე მე რაღაცა ნაწილით ახლა მეც ვაძლევ ჩემს რეკომენდაციებს და ასე შემდეგ მფრინავებს, მომავალი თაობა მოდის მე რაც გავიარე, მე რაც იმათგან ვისწავლე, ესე არ მაგრამ შესაბამისად უფრო ინსტრუქტორებისგან რა თქმა უნდა გაუმკლავდე, უნდა იცოდე სირთულეებთან გამკლავება. ეს სფერო მოითხოვს მაგას და შესაბამისად აუცილებლად უნდა იცოდე სირთულეებთან გამკლავება და საკუთარ თავზეც უნდა მუშაობდე, რომ შეძლო ამის კონტროლი. იმიტომ რომ ფრინავს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, როგორც აღვნიშნეთ აქამდე და შესაბამისად რაღაც მის მიასეთში ის გადაწყვეტილება უნდა იყოს სწორი, კონკრეტული და მტკიცე, რასაც ფიქრობ. აი თუნდაც გარბენის დროს შეწყვეტილი აფრენა. ან რაღაცა გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად უნდა იცოდეს ფრინავმა თავის კონტროლი და გაუმკლავდეს ყველა სირთულეს. ჩვენი შვებულება გამოიხატება იმაში, რომ შვებულებას როდესაც ვიღებთ, მაინც აეროპორტში გვინდა მოსვლა, რომ თვითონაც დავხედოთ და სუნი ვიქნოთ. ამ ძრავის გაშვების და ძრავები და გამომავალი რაღაც ესეთი და თვითონაც სუნს თავისებური სუნი აქვს ამას. ჩვენი შვებულებაც ვისვენებთ კი, მაგრამ ინდივიდუალურია ვის როგორ უნდა გადავფრინდებით, გადმოვფრინდებით. მაგრამ ნუ აი ყველა ავიატორს ძალიან მალე ენატრება თვითფრინავი. ერთი კვირა არის უკვე საკმაოდ დიდი დრო, რომ ფრინავი უკვე უკან დაბრუნდეს და თვითფრინავი მინდა მენატრება. ყოველ ფორმის ჩაცმაზე ემოცია მემართება. მოვდივარ, ძრავს უშვებ, ხმა რომ ესმის ძრავის, უკვე ემოცია მაქვს ისე ყოველი აფრენა. მზადება ამ თვითფრინავის მომზადება ემოცია. დღესაც ახლა ჩავით დავათვალიერეთ თვითფრინავი გარედან, ემოცია მქონდა, სიამოვნებდა, მომწონს, გიждდები ამ სფეროზე და ჩემი